ხედით იმ ადამიანებთან, რომლებიც თუნდაც იგივე რეზოლუცია 16-33-ში საქართველოს აბრალებდნენ ომის დანაშაულს და მათ შორის კასეტური ბომბების სროლას, რაზეც წეგან ვლაპარაკობთ. ეხლა ნახეთ რა არის ბატონო მამუკა. ქვევრი ნანახი გაქვთ ფილმი. როგორ მოხდი მანდაო, გახსოვთ ეგ შეკითხვა. ცოტა თუ არ ვიხუმრეთ შეიძლება. როგორ კადრებად. ხო. თან სამოქალაქო პირი ვარ. არა, როგორ ხუმრობა. პოლიტიკა რას ემსახურება და პოლიტიკურ პარტიაში ყოფნა. თქვენ ხომ სამხედრო განათლება მიიღეთ და როდესაც ჩვენ პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობთ, იქ გვასწავლიან ერთ-ერთ პირველ ლექციაზე გიხსნიან რა არის პოლიტიკური პარტიის პირველი და მთავარი დანიშნულება. ხელისუფლებაში მოსვლა. რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ამისთვის იქნება პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, თქვენ იმ ყველაფრის მერე, რაზეც ამდენი საათია ვსაუბრობთ. ბატონ ზაზა გოგავასთან ერთად შეხვედით იმ პოლიტიკურ პარტიაში, რომელმაც ეს უბედურებები დაატრიალა თქვენს თავს პირველ რიგში, სამხედროების თავს, ჩვენი მოსახლეობის თავს, ჩვენი ქვეყნის თავს, შეულახა ქვეყანას სუვერენიტეტი. იმ რეგიონში, რომელშიც თქვენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა იწყებაო ბრძანეთ, იმ დღეების მერე 111 კიდე ზემოდან სოფელი დაიკარგა და რუსეთმა დაიკავა. კოდორის ხეობა დაიკავა რუსეთმა, ოკუპირებული არ იყო, იმიტომ რომ ემზარკვიციანი იქ პირველ რიგში თუ არ გეწყინებათ სვანი ქალები, სვანი კაცები, ქალბატონი ნორა იცავდნენ იქაურობას და ისეთი მოდელი იყო მოფიქრებული, რომ თან მოსკოვის შეთანხმებასაც ვასრულებდით, თან კოდორის ხეობასაც ვინარჩუნებდით და ჩვენ სუვერენიტეტს ამ გზით განვამტკიცებდით, ისე რომ თან არ იყო საომარი მოქმედებები. ეს იყო რეალურად გამოგონება, გამოსავალი, რომ მშვიდობიანობა შეგენარჩუნებინა და ტერიტორია კიდევ მეტი არ დაგეკარგა. აი ამ პარტიამ კიდევ დაკარგა ეს ტერიტორია, განაიარაღა ყველა, გამოიყვანა იქიდან ქართველი და შევიდა იქ რუსის ჯარი. თქვენ სადაც იყავით იმ რეგიონში 300-თითქმის 400-მდე სოფელი იყო ოკუპირებული და აგვისტოს ომის მერე დაემატა 111 სოფელი. დაიღუპა ხალხი, გაუბედურდა მოსახლეობა. კარგ დღეში არ ჩავარდით არც თქვენ, ხო? და თქვენ ერთ დღეს ბატონ ზაზასთან ერთად გადაწყვიტეთ ამ ხალხის ხელისუფლებაში მობრუნება. ანუ პოლიტიკური პარტიაში რო შედიხარ, იმ პარტიის ხელისუფლებაში მოყვანისთვის უნდა იმუშაო, აბა პარტიაში რა გინდა? როგორ მოხდი მანდას თავი რო დაანებო? პარტიის ფუნქცია არის ეს, მე იმიტომ შევედი იმ პარტიაში, სადაც შევედი, რომ დამემარცხებინა მიშა, პატარა კენჭი დამეტო ამაში და მოვსულიყავით ხელისუფლებაში. ამისთვის ვართ. ხო და თქვენ რო იქ შეხვედით და იმ ძალის მოყვანას ცდილობთ ხელისუფლებაში, რომელმაც ყველაფერი ეს ჩაიდინა, რომელმაც თქვენ სტრასბურგში დაგადანაშაულად ომის დანაშაულებში 16-33 რეზოლუცია წაკითხული გაქვთ. პარტიაში რო შედიოდით ეს რეზოლუცია წაკითხული ქონდათ? შეფასებას არ ვაკეთებ ხავდან. არა, წაკითხული ქონდათ თუ არა, ამას გეკითხეთ. ვიცი, დადასავლოთ კი, მე-6 პუნქტს გულისხმობთ, ხო? მე-6, მე-10, მე-11 და კიდე სხვა პუნქტები. იქ პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, რომელ პარტიაშიც თქვენ გაწევრიანდით, სულ ახლახან და ჩვენს პოლიტიკურ დამარცხებას ცდილობდით, თქვენ დაგადანაშაულოთ ომის დანაშაულში. და რუსეთს დაუჭირა მხარი ამაში, რასაც რუსეთი მე მეუბნებოდა ქართული ოცნების მინისტრს.
ეუბნეოდა ქართული ოცნების თავდაცვის მინისტრს, ეუბნეოდა ქართული ოცნების დროინდელ გენშტაბს და ჯარისკაცს, რომელიც ისევ იყო შეიარაღებულ ძალებში, რომ თქვენ ხართ დამნაშავეებიო, რუსეთი გვეუბნეოდა. ეს თქვა ჩიორა თაქთაქიშვილმა, გიორგი კანდელაკმა, ვითომ ოპოზიციონერმა გიორგი თარგამაძემ, დარჩიაშვილმა და კიდევ იყო ერთი. გოკა გაბაშვილი. დიდი კულტურის დიდი მინისტრი. აი ამ ხალხმა თქვენ დაგადანაშაულოთ ომის დანაშაულში, გაამართლა რუსეთი, კენჭი უყარა სტრასბურგში, ჯერ კიდე ხელისუფლებაში მყოფებმა და თქვენ ამდენ ჭინვარამ გამოვლილი, თქვენ მაინც იცით, ვინ იყვნენ ისინი, ხო? არ იცით? ძალიან კარგად იცით. და მათ ხელისუფლებაში მოbrunებისთვის მუშაობა დაიწყეთ შარშან. ეს გაიძულეს, დაგაშანტაჟეს, გაგახსენეს, რომ გახსოვს რეები ვიცით ჩვენ შენზე, თუ რა გზით მოხდა თქვენი იქ აღმოჩენა, შეგიძლიათ მითხრათ? სამხედრო რეფორმის გატარებას ვცდილობდით მათ. მათთან ერთად აპირებდით სამხედრო რეფორმას, რომელმაც თქვენ გაკადრათ და დაგიქვემდებარათ. ესეთია თქვენი სხვანაირია. ნუ შევალთ მაგ იმაში ძალიან გთხოვთ. შეფასებებს ნუ მომთხოვთ. ან უნდა დაგეთანხმოთ ან არა. მე ჩემი და ფორმულას ეთერიდან კადრულობდით და ჩვენ გვეუბნეოდით, რომ ქართული ოცნების არც ერთ წარმომადგენელსო დასავლეთთან ურთიერთობაში ერთი აგური არ დაუდიაო. აი მას კადრულობთ. კარგი, მე ამოვწურე პრინციპში მგონია კითხვები.